სუპერ ძალა, რომელიც მედიტაციამ მომცა. უამრავი ადამიანი ამტკიცებს, რომ მედიტაციამ მათი ცხოვრება შეცვალა და ვინაიდან და რადგანაც მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ამ ვიდეოში აგიღწევთ ზუსტად რას აკეთებს და რაში გვეხმარება მედიტაცია. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ მცდარად გვგონია, რომ ყოველთვის ცნობიერად ვიღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რა უნდა ვიფიქროთ და რა უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ქმედებების, ფიქრების და ემოციების უდიდესი ნაწილი არის ავტომატური. მაგალითად, დაფიქრდი, როდესაც შედიხარ საძინებელში და გინდა რომ შუქი აანთო. ყოველ ჯერზე არ გიწევს იმაზე დაფიქრება, თუ სად არის ჩამრთველი და არ გიწევს იმ კალკულაციების გაკეთება, სად უნდა დააჭირო ხელი ღილაკს იმისთვის, რომ შუქი აინთოს. ეს ყველაფერი გვაქვს ჩვევაში გამჯდარი და ტვინი ამის გამოთვლაში ენერგიას ზედმეტად არ ხარჯავს და ავტომატურად აკეთებს. აი ზუსტად ესეთი ჩვევები ჩვენი ფუნქციონირების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. რომ არა ეს ჩვევები ჩვენს ტვინს ყოველ ჯერზე მოუწევდა ყველაფრის ხელახლა გააზრება, გამოთვლა, გახსენება. და იმდენი ენერგია დაიხარჯებოდა ამაში, რომ დღეში 10,000 კალორიას არ გვეყოფოდა, რომ გვეჭამა. რეალურად ეს სისტემა არის საოცარი და საშუალებას გვაძლევს, რომ აურაცხელი რაოდენობის ინფორმაცია დავიტიოთ ტვინში. მაგრამ მიუხედავად ამ ბენეფიტებისა, ჩვევების ავტომატიზაციას ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზებიც აქვს. იმიტომ რომ ტვინი მარტო შუქის ჩამთვალს კი არ იმახსოვრებს, იმახსოვრებს ჩვენს რეაქციებს, როცა ვიღაცა გვაკრიტიკებს, ჩვენს შიშებს, ჩვენს დამოკიდებულებას ფულთან, ურთიერთობებთან მიმართებაში და ამ ყველაფერს მე ავტომატურს ხდის. შენი ემოციებიც კი ყალიბდება ჩვევებად, რომლებსაც მართავს ტვინის ქვეცნობიერული პატერნი და რეალურად არანაირი კონტროლი არ გაქვს მასზე. ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვნად ასაბოტაჟებს შენს სურვილებს. მაგალითად, შეიძლება გინდოდეს კარგი ურთიერთობა, მაგრამ ქვეცნობიერულად გჯეროდეს, რომ ამის ღირსი არ ხარ. ეს ქვეცნობიერული რწმენები არ მოგცემს იმის საშუალებას, რომ შენი სასურველი მიმართულებით გადადგა ნაბიჯები. თან მთელი უბედურება იმაში არის, რომ ხშირ შემთხვევაში არც კი იცი, რომ მსგავსი ქვეცნობიერული რწმენა გაქვს. მედიტაცია არის ბევრი რამ, მაგრამ ამ კონტექსტში არის ფსიქოლოგიური მექანიზმი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენს ქვეცნობიერულ მექანიზმებს მივწვდეთ, დავინახოთ და შემდეგ სურვილისამებრ შევცვალოთ. როდესაც სიჩუმეში ხარ საკუთარ თავთან მარტო, რაღაც დროის მერე, როდესაც ეს ზედაპირული ხმაურიანი ფიქრები ამოიწურება, ეტაპობრივად ამჩნევ ღრმა ფსიქოლოგიურ პატერნებს. და ყველაზე შთამბეჭდავი ის არის, რომ ქვეცნობიერული მექანიზმების უბრალოდ დანახვაც კი საგრძნობლად ასუსტებს მათ. და ნელ-ნელა შენი გონების საჭეს იმორჩილებ და კონტროლს იღებ მასზე. ეს ტექნიკა საშუალებას გაძლევს, რომ შენთვის არასასურველი ქვეცნობიერული პატერნები აღმოაჩინო, დაამუშავო და ისეთ ავტომატურ მექანიზმად აქციო, რომელიც შენი სურვილების სასარგებლოდ იმუშავებს და არა მათ წინააღმდეგ. როცა ეს შინაგანი წინააღმდეგობები მცირდება, საგრძნობლად მარტივდება ნებისმიერი მიზნის მიღწევა. მხოლოდ პატერნების ამოცნობაც კი მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევს შენს ცხოვრებაში, მაგრამ ამოცნობა არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ მას მერე, რაც აი ამ პატერნებს ამოვიცნობთ, ამაზე უკვე შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ.